ალფეზა ბაბუა ყოფილა ხარაზი, ფეხსაცმელი ყერავდა ქალის, კაცის ჩუსტებს, ღამეს სანთელს შუქზე, ამას ყერავდა დღეს სახვნელზე და აგროვებდა კაპიკით ფულს, რომ მიწა ეყიდა, გლეხის მიწა. ამ წერეთელს, ქუთაისელ წერეთელს ხოხოულაში ქონია დიდძალი ადგილმამული. და ყიდა ნელა-ნელა ამას და იზოგერთ გლეხები ვიც აგროვებდა ამ ფულს, ასე წასულა ალბესა ცხენით. თან წაუღია ძველი მისართმევად წერეთელთან, ახლა პატარა ტიჭორით ღვინო და იტყოდა ხოლმე მე შემწვარი ბატკანი, ქათამი და რაღაც ხაჭაპურები ასეთი ძვენი მიაქვს, ახლა რომ ნიყიდოს თან ოქროს ფული მიაქვს. ჩასულა წერეთელთან, ახლა არ მახსოვს მისი სახელი რამე, მოახლეს გამოუხედია გარეთ. გადაეცით ბატონსო, რომ სვირიდან გიახლათ ალფეზა გიორგაძე და ეს ძვენი მოგართვათო. ამ მოსამსახურეს ეს ხურჯინი ახლა უკიდია, შეუტანია სახლში ხო და გამოგზალებულა ბატონი და შეუპატიჟია, მოდიო. შესულა ალფეზა დერეფანში თუ არა, წერეთელის მოუხთია ალფეზასთვის ყაბალახი და შემდგარა ფეხიძე, შენ გამცალე დამპალასყანებიდანო. გულმოსული, დამპალა ადგილს ეთქვა, უხმოსავლიანი ადგილი იყო ხოხოულაში, ნალე კაი მიწა ხო და რა თქმა უნდა ალფეზა ბაბუას ეს შეურაცხყოფა მოუთმენია, იმიტომ რომ კაცს თავს აბურავს, ხუთს მოხდი აყაბალას და ფეხით გადაულვე დიდი შეურაცხყოფა. მოუთმენია რაღაცა უყვავებია, შეხვეწია, შევედრებია და მიუყიდია მიწა ალფეზას და ამაზეა ნათქვამი, რომ მოთმინებიდან მოიპოვე სული შენიო. ან კიდევ მოუთმენის დედა ხაროვდესო. მე ჩემი დასკვნასო ალფეზა რო აყვირებოდა, დაყვირებოდა იმას, გამოაგდებდა ისე არც ხანას ვიყიდა და არავის. აი ესეთი ის ვიხსენებდით ხოლმე მე ამას, რომ მოთმენა ჯობია ზოგჯერ.